მოგესალმებით მეგობრებო, ეს უკვე ჩემი მეორე მოტოლოგია, ისევ ფეხბურთიდან გიბრუნდები. ეს დღეები უბრალოდ დაემთხვა ისეთ თამაშებს, რომ არ შემეძლო სხვა დროს რო ჩამეწერა და არ წამოსულიყავი აქ. გილოცავთ, გამარჯვებას ხალხო, გილოცავთ. სასწაული თამაში იყო, დამაწყდა ნერვები. ძალიან ბევრი დავიკელი ალბათ. ისევ ინერვიულე, მაგრამ ყველაფრად ღირდა ნამდვილად ეს გამარჯვება. საოცარი თამაში იყო, ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და აი სტადიონზე წასვლა როგორ მინდოდა სამწუხაროდ ეხლაც ვერ ვიშოვე ბილეთები, მაგრამ ცოტა ვესაუბრებ ხა ემოციებს, ისეთი ამბებია, აი ფასერ ვიკავებ. ხოდა ძალიან გული ვწევათ, რომ ბილეთები ვერ ვიშოვე, ანუ ვერ ხვდები რა მოხდა, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ვერავინ შეძლო ბილეთების ყიდვა. როგორ ყიდულობენ გადამყიდველები? როგორ შეძლეს მათ ყიდვა და რატო ვერ შევძელით ჩვენ? ცოტა გორ კითხვის ნიშანს ეს ყველაფერი. აქ ისეთი ემოციები და ისეთი გარემოა, რომ ეხლა უბრალოდ ვერ წავალ, ერთი წრე უნდა დავალ. კიდევ უნდა მივიდე. ისევ გავივლი უეჭველი რადგან აქ რა ამბავი იყო, როგორი ბედნიერია ხალხი და წარმოვიდგინე დინამოზე რა იქნება. იქ ხარ წავიდა. საერთოდ დინამოზე რავი არაც ნახოთ. გამოსული იქნება ხალხი უკვე რომ შედის ფერი საფეს ბოლო აი სტადიონზე რა ემოციები იქნებოდა და რა მოხდებოდა მაგაზე ფიქრიც არ მინდა, რადგან ზაღაგული დავწყდება ალბათ იქ რო არ ვიყავი. არ შეიძლება ესე რა. მაგითმა სპორტი ძალიან მაგარი რაღაც, რომ მთელ ქვეყანას გვაერთიანებს, მთელ ქვეყანას გვაბედნიერებს. რა თქმა უნდა. აუ რა მაგარია, გილოცავთ ხალხო ყველას. უმაგრესი შეგრძნება. და ერთი სული მაქვს, ეხლა დინამოზე როდის გავა და როდის ნახავ იქიდან გამოსულ ბედნიერ ხალხს. ჯერ აქ რა ხდება, წარმოიდგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ იქაც ალაგ-ალაგ გზები გადაკეტილი იყო, პატრონს ჰქონდა შემოღობილი და მანქანებს არ უშევდა. დინამოს მიმდებარე ტერიტორიისგან განსხვავებით, იქ მოტოციკლებით უპრობლემოდ შემიშლეს. წარმატებულად გავაწერე და შემდეგ წარმატებულად გამოვედი რა. დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე რატო არ მიშევდნენ, არ ვიცი. ვინც ნახეთ ჩემი პირველი ვიდეო, გეცოდინებათ, რომ ორმა პატრონმა მითხრა უარი შესვლაზე, მაგრამ იზრო მიალე და მაინც მივედი იქამდე. აუ ახ რა გაიცხვა რა დავი.
ყველა დროშებით, ყველა ბედნიერი, ყველა ტელეფონებით სასწაულს ეგზება. საოცარი ემოციებია უბრალოდ რა. ხედავთ რამდენი ბედნიერი ახალგაზრდა მოდის სტადიონიდან. საოცარი გარემო. მე მგონი ხშირად რო ვიგებდეთ ფეხბურთის თამაშას, ქართველები ცოტა უფრო ბედნიერი ვიქნებოდით. აი ვერ წარმოგიდგენთ უბრალოდ რა ხდება, რამდენი გახარებული და ბედნიერი ადამიანია შეკრებილი ერთდროულად. მეგონი ჩვენ ბაიქზე რაღაც გავახუცა ისეთ ხმებია, მაგრამ იდეა ეს არა უცავს ეგ ნაკლებად მაგიოლოც ხო ამ შემთხვევაში. ამ ემოციებს ისე გავერთე და ისე რაღაც მწიაროა გავდივარ, რომ სულ გამოვიწყდა რომ მე ვიდეოს ვიფერმ და მიკროფონი მიხელია და ასე უნდა ვიაპარაკო და ასე შემდეგ. მაგარია ძა. ეს მოწოდებს ვერ ვიაპარაკებ ისეთ ემოციებს ვარ. უბრალოდ ზოგია იმ კადრებით დაგხვდეთ. რატომ ახოწება ბურნაუტზე? აი მოციებია, ბიჭო, რამდაგარი.
იმედია ძალიან არ გავანძღევს ბურნაუთის გამო. ძალიან კვამლი დავაყენე. სავარაუდოდ ხვალ წავალ და საბურავს შევცვლი. იმიტომ რომ აღარ გადადი ალბათობით ჩემი საბურავი. რადგან ძალიან დიდი კვამლი დავაყენეთ. სხვადასხვა ეს იყო ჩემი პირველი ბურნაუთი ამ ბაიკით. რადგან განსაკუთრებულად ვფრთხილდებოდი. Yes,